ძვირფასო მეგობრებო, ეს არის გაზეთი კომუნისტის ფრაგმენტი 1940 წლის 22 სექტემბერი. როგორც ჩანს, ეს არის უკვე ბოლო გვერდი. ანონსებია თეატრალური, რუსთაველის სახელობის ლენინის ორდენოსანი სახელმწიფო თეატრი. ეს არის 40-51 წლების სეზონი, 22 სექტემბერს გიორგი სააკაძე. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი. 22 სექტემბერს ანრი სიარი, ბედნიერება 24 სექტემბერს და გიორგი სააკაძე. შემდეგ მოდის სახ ესტრადის საზაფხულო თეატრი და ბაღი პლეხანოვის პროსპექტი 123, ტელეფონი 5 ნიშნა. საზაფხულო თეატრში 22 სექტემბერს ქორწილი მალინოვკაში, 23 სექტემბერს არის კორნევილის ზარები, დასაწყისი 9 საათზე, ანუ 21 საათზე და ღია ესტრადაზე არის ნიკოლოზ ბერეზოვსკის გასტროლები. და თან ბაღში დაუკრავს ჯაზ ორკესტრი. შესვლა ბაღის შესასვლელი ბილეთებით. შემდეგ უკვე მოდის გლავ ხიმსბიტის თბილისის კანტორის განცხადება, რომ შეუდგა ეს კანტორა 1951 წლისათვის განცხადებების მიღებას ქიმიური მრეწველობის კომისარიატის ნომენკლატურის ქიმიური მრეწველობის პროდუქციაზე. ნაგეს შესაბამისი რეკვიზიტები და მისამართები და საინტერესო განცხადებაა, რომ პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამასწავლებლო ინსტიტუტი აცხადებს, რომ სახელმწიფო გამოცდების საშემოდგომო სესია დანიშნულია 10-დან 30 ოქტომბრამდე. დაინტერესებული პირი ამ წლის 30 სექტემბრამდე უნდა გატარდეს აღრიცხვაზე სათანადო ფაკულტეტების დეკანატში, დირექცია. ესეც საინტერესო. აქ ანგარიშია სასკოლო საკანცელერიო ნივთების ფაბრიკის ბალანსი 1940 წლის 1 იანვრისთვის, ანუ წინა წლის შედეგებია 1939 წლის, ანუ მაშინ კორუფცია არ იყო, როგორც ჩანს. რამდენი შეიჭამა არ იწერებოდა და ექიმი მძინარიშვილი დაბრუნდა და ექიმა განაახლა ავადმყოფების მიღება, სქესობრივი სისუსტე კურნავდა. სქესობრივ სისუსტეს ელექტრონით კურნალობდა, ნეტა როგორ ხდებოდა ეს ელექტრონით კურნალობა და რამხელა ძაბვა იყო, ვენერიული და კანის ავადმყოფობას კურნალობდა და იღებდა გრიბოედოვის ქუჩაზე. დანარჩენი არის უკვე სამგლოვიარო განცხადებები და აქ არის კიდე ძალიან საინტერესო სტატია. აი ნახეთ. არის თათუშეთის შესახებ, ესეთი სტატია არის სიკო ფაშალიშვილის, როგორც ჩანს, ამ სიკოს ბიბლიოთეკიდან არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი მიწერილია კომუნისტები, გაზეთი კომუნისტები 22 სექტემბერი 1940 წლის. ამ და სხვა რარიტეტების ნახვა, დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ ბუკინისტურ მაღაზიაში გიორგისთან, გიორგი მოიხედა. ეხლა არის ღამის პირველი საათი, უკვე გარეთ ცივა და ვთბებით, ესეთი პატარა რეფლექტორი გვაქვს ჩართული და გიორგი თქვენთვის აწყობს საინტერესო წიგნებს. რამოდენიმე დღის წინ შემოვიდა ძალიან ბევრი წიგნი, ნაწილი დალაგდა, ნაწილი ახლა ლაგდება და ხარისხდება. გიორგი, რა ტიპის წიგნებია ახლა ამ ეტაპზე, მითხარი? ვისთვის არის განკუთვნილი? ახლა ფილოლოგებისთვის რო არის ვნახე. ძალიან ბევრი. კიდე? პლუს დიალექტიკა. აჰა, თუშური კილო, ძალიან იშვიათი წიგნია სხვათა შორის. ეხლა დავავადო იქ თამახტას გადაყ. კიდე ამოვიდა ვარლამ თოფურიას ავტოგრაფები, აკაკი შანიძის ავტოგრაფები. ხედავთ რა, როგორი ბიბლიოგრაფიული იშვიათობებია. რამდენი დღე არ გეცინა ეს გითხარი ჯობია? მეოთხე გადავაფიქრე. მეოთხე დღეა გადაავა. მეორე, მაგრამ შენ შეგიძლია კიდე 3 დღე არ დაიძინე და მე გააგზავნო კიდე მუშაობა. ნახეთ. ბავშვებს მამა უნდა. კიდე ხო, ბავშვებს მამა უნდათ. ქართული წინადადება. აი ნახეთ, ესე იგი ფილოლოგებისთვის ბევრი საინტერესო მასალაა, ძალიან.
მებრძოლი ათეისტი. აი ესეთი ჟურნალიც გამოდიოდა 1929 წლის მაისის ნომერია. შენ მოგეწონება. ეს მაქვს შენგან სხვათა შორის. ეს მაქვს, ეს ციგნი მაქვს, კინო, ფოტო გადაღება. მოყვარულთათვის ძალიან კაი რაღაცეებია. ტექნიკა სხვა არის, მაგრამ პრინციპი ხო შენარჩუნებულია, ახლა არაფერი არ შეცვლილა მას მერე, რაც მოიგონეს. უბრალოდ განვითარდა ტექნოლოგია. მალე გიორგის ექნება საინტერესო ნაძვის ხის ისინი аксессуарები. ნახეთ, для больных и здоровых, для каждого человека патентованный ингалятор Махольда. ესეთი რაღაცა, ინგალატორი. ეს რა არის? ეს რაღაც ყუთია. ოპ, აქ არის. ესეთი ღია ბარათები. აჰა. და აქ, ნახეთ. ძღოლებისთვის არის რაღაც საინტერესო. საგზაო ნიშნები. აი ესეთი საგზაო ნიშნებია აქ. მოდით. საგზაო ნიშნებიც არის ცვლილება ძირითადად. ხოდა აქ ესეთი რაღაცეებია. მითითებული, აი მოკლე ესეთი სამახსოვრო ბარათი მძღოლებისთვის. აქ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცაა. აი ძველი ანბანი. ასე რომ შეგიძლიათ მოგბრძანდეთ, ეს ყველაფერი ხდება თუმანიშვილის თეატრის, ანუ ძველი კინოსტუდიის ეზოში. ეს არის აღმაშენებლის გამზირი, რა ნომერია გიო? 164. როგორ? 164. ხო და მოგბრძანდით. მუშაობს პრაქტიკულად 24 საათი ეს ადგილი, საინტერესო და შეგიძლიათ დაათვალიეროთ, აუცილებლად ნახავთ თქვენთვის საინტერესო რაღაცებს და ამ წიგნების ელექტრონული ვერსიები არ არსებობს, რადგან არის ძველი. ასე რომ ვინც არის მკვლევარი, ვისაც სჭირდება ეს სხვადასხვა ტიპის სადოქტორო, სადისერტაციო, რა ქვია, მაგისტრატურა, ბაკალავრატურა, აი თქვენ ხომ გინდათ რომ სკოლა იყოს 12 წლიანი, მე ევროპაში ისწავლოთ. მაგრამ ეს რომელი წიგნია? საირმე, ხო? აჰა. ნახეთ ეს საინტერესო წიგნია, ქუთათელაძის წიგნი საირმე. აი ეს არის თავარი ეს არის, ნახეთ, მთაწმინდის 1969 წელი გეგმა ამ პარკის, ჩვენი მთაწმინდის პარკის და აი ეს ცნობილი საბაგირო. აი ესეთი საინტერესო რაღაცეები გვაქვს ჩვენ აი აქ. წიგნები არის ქართულ ენაზე, რუსულად, ფრანგულად, იტალიურად, გერმანულად, უზარმაზარი ალბომები, პატარა ბროშურები, პროსპექტები და უბრალოდ საინტერესო აი ესეთი დეტალები, კალენდრის ფურცელი, რომლის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ საათობით, რადგან თითოეული დღე ეს არის ისტორიული პერიოდის რაღაც და ცხოვრების რაღაც ნაწილი. და სხვათა შორის ძალიან ბევრ გიდს, ექსკურსია მძღოლს, ჟურნალისტს ვიცნობ, რომლებიც რეგულარულად მოდიან გიორგისთან და ყიდულობენ იმ წიგნებს, რომელიც არის შემოსული. ჭირდებათ ნაშრომებისთვის, სტატიებისთვის, გადაცემებისთვის და ასე შემდეგ. ასე რომ ძვირფასო მეგობრებო, გელით აქ გიორგისთან, რომელიც პრაქტიკულად 24 საათი მუშაობს და აქ დღისითაც არიან. ხო? დღისითაც ხო ხართ? გამყიდველი. შენ ხარ თუ გამყიდველია? აჰა. აი ღამეც გვიანობამდე რჩება. Facebook-ზე არის ბუკინისტიკა, გვერდი. მე ჩავწერ იქ აღნიშნაში და აღწერაში და წიგნის მიხედვით შეგიძლიათ ამ ლინკის მიხედვით შეგიძლიათ მოძებნოთ, ნახოთ ის წიგნები, რომლებსაც აქვეყნებს რეგულარულად ნებისმიერი წიგნი, რომელიც შემოდის ახალი, ყველა წიგნს აბსოლუტურად აი ეს უღებს სურათს და დებს გარდა იმისა, რომ გარეკანია დადებული ფოტო გარეკანის, კიდე არის შინაარსი, ანუ მიხვდებით რაზეა ეს წიგნი. გელით აქ ნახვამდის.